სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. ჩვენ ვართ ქრისტიანები და აქედან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი აბსოლუტურად განსხვავებულია წარმართული ცხოვრების წესიდან. შეიძლება დღეს ესე კერპებს დაყვანს არცემენ, როგორც ადრინდელ ძველ წარმართულ დროში, მაგრამ ის ფასეულობები, ის ნებები, რომელიც წინ წამოწეული აქვთ თანამედროვე ადამიანებს, მათ არავითარ განსხვავებას არ ანიჭებს წარმართებისგან. ამიტომ სწორედ ვამბობთ, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ყველაფრით განსხვავდებით წარმართებისგან. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი უბიწო ცოლქმრული ცხოვრების შესახებ. როდესაც პავლე მოციქულმა კორინთელებს ქორწინების შესახებ კანონი დაუდგინა, დაურთო ასეთი შეგონება. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდი, ეგრეთსა ცოლი ქმარსა. რისით ხმა სულდა მას ამ სიტყვები? თუ იმის, რომ ქმარს ცოლისათვის გადაედო შემოსავალი, ხელი არ ეხლო მისი მზითებისათვის, ეჩუქებინა ძვირფასი სამოსი, მიეწვია უხს უფრაზე, ხელ გაშილად ხარჯვის ნება მიეცა და მსახურთა ჯარი მიეჩინა? არა, როგორც მოციქული გვეუბნება, მას ასეთი რამ არ უგულისხმია. მხოლოდ უბიწოებასა და სიწმინდეზე საუბრობდა. ქმარს თავისი სხეული უკვე აღარ ეკუთვნის, მისი პატრონი ცოლია. ამიტომაც ხელშეუხებლად უნდა დაიცვას ცოლის საკუთრება. არაფერი მოაკლოს და დაუშაოს მას, მოციქულს ნამდვილად ეს ჰქონდა მხედველობაში. როცა მან თქვა, პატივსა მისცემდი დაზიანა, ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი, ეგრეთსა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. მასადამე როცა ხედავ მეძავს, რომელიც გაცდუნებს, გიზიდავს, რათა შენ სხეულს დაეპატრონოს, უთხარი მას, ეს სხეული მეკუთვნის არა მე, არამედ ჩემ ცოლს. ვერ გავბედავ, შევაგინო იგი და ვინმე დედაკაცს დაუთმო. და ასე მოიქცეს ცოლიც. აქ ისინი სრულიად თანასწორნი არიან. სხვა მხრივ კი პავლე უპირატესობას ანიჭებს ქმარს. კაცად მან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი, ხოლო ცოლსა მას რაითა ეშინოდეს ქმრისა. ქმარი არს თავ ცოლისა, ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილებით. ძველ აღთქმაშიც ნათქვამია, ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაი შენი და იგი გეუფლებოდეს შენ. როგორ განსაზღვრა აქ მოციქულმა ბატონობისა და დამორჩილების ურთიერთთანასწორობა, რადგან ნათქვამი ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი, ეგრეთსა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი, ნიშნავს სრული თანასწორობის დადგინებას. როგორც ქმარია უფალი ცოლის სხეულისა, ისე ცოლია უფალი ქმრის სხეულისა. რატომ განაჩინა მოციქულმა ასეთი თანასწორობა? იმიტომ, რომ ოჯახში ქმრის უფროსობა აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე ეხება უბიწოებასა და პატიოსნებას, ქმარს საერთოდ არ ეძლევა რაიმე უპირატესობა ცოლის წინაშე. ისიც სამართლიანად დაისჯება, თუ კი ქორწინების კანონს დაარღვევს. განა იმიტომ მიატოვა შენმა ცოლმა, დედ-მამა, თუ სახლი და შენთან მოვიდა, რომ შეურაცხყოფა მიაყენო და მის ნაცვლად უზნეო მხელას ახვე და ამით ახლობელ ადამიანს უამრავი უსიამოვნობა შეამტყვიო. შენ მისი სახით მოიყვანე ცხოვრების თანამგზავრი, მეუღლე, რომელიც
თავისუფალი და შენი თანასწორია. ჭეშმარიტად, მეტი უგუნურება თუ შეიძლება ცოლის მზითებზე გადაიტანო მთელი შენი ზრუნვა და გაუფრთხილდე, მის ხალიც არ მოაკლო მას, ხოლო შენი სხეულის უბიწოებასა და სიწმინდეზე, რაც ყოველგვარ ქონებაზე ძვირფასია და შენ სოლს ეკუთვნის, გახსნა და შეგუწო. თუ მზითებს გაანიავებ, სიმამრთან მოგიწევს ანგარიშგება, ხოლო თუ უბიწოებას დაკარგავ, პასუხს აგებ ღმერთთან, ვინც შენი ქორწინება დაადგინა და ცოლი ჩაგაბარა. მოусმინე პავლეს სამართლიან სიტყვებს. მე მრუშეთა შესახებ. აწ უკვე რომელმან შეურაცხოს, არა კაცსა შეურაცხობს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმინდა და მისი თქვენზედა. ხედავთ, რას შეგაგონებს. ღვთის სიტყვა, მრუშობა არ არის მარტო ცოლიანი კაცის კავშირი ქმრიან დედაკაცთან. მრუშობა ითვლება მეძავთან ურთიერთობაც. როგორც გათხოვილზე ვიტყვით, რომ მრუშობს მსახურთან ან ნებისმიერ სხვასთან, ისე ცოლიანს უნდა უწოდოთ მრუში, თუ იგი გარყვნილებას ეწევა მხევალთან ან რომელიმე მეძავთან. ნუ უგულებელს ყოფთ საკუთარ ცხოვნებას. ამ ცოდვის გამო ნუ მივცემთ ეშმაკს სულს. მრუშობა ხდება მრავალი განხეთქილებისა და ოჯახის დამანგრეველი, უამრავი უბედურების მიზეზი. მის გამო იფიტება სიყვარული, ქრება კეთილგანწყობა. როგორც შეუძლებელია ღირსეულმა კაცმა შეიძულოს ცოლი და ოდესმე განეშოროს, ისე გარყვნილსა და უგვანოს არ შეიძლება უყვარდეს ცოლი, თუნდაც უმშვენიერესი. უბიწოება ბადებს სიყვარულს, თავად სიყვარული კი უთვალავ სიკეთეს. მას ჩათვალე, ყველა დედაკაცი ქვისაგან გამოთლილად. იცოდე, თუ ქორწინების მერე ჟინიანი თვალით შეხედავ სხვას, მრუშობის ცოდვა დაგედება ყოველ დღე შენს ცოდვად. შეახსენე საკუთარ თავს. თუ კი შენიშნავ, რომ გულის თქმა აღგეძრა სხვა დედაკაცის მიმართ და შენი ცოლი უკვე აღარ გიზიდავს, განმარტოვდი ოთახში, გადაშალე წმინდა წერილი, შეწევნა სთხოვე პავლეს, მოუკლებლად იმეორე მისი სიტყვები და დაიცხრე აღზნება. ჭეშმარიტად, სირცხვილეულია კაცი, რომელიც ქორწინების მერე მრუშობს. მას არ ცხვენია არა მხოლოდ სიმამრის, მეგობრებისა და ნაცნობების, არამედ მონებისაც კი. გარდა ამ ტანჯველი ბოროტებისა, მას საკუთარი სახლი დილეგზე აუტანელი ეჩვენება, რა კითხვალწინ მუდამ საყვარელი უდგას და მეძავზე ოცნებობს. გინდა დაწვრილებით შეიტყო, რაოდენ დიდია ეს ბოროტება. წარმოიდგინე მათი ცხოვრება, რომლებიც ცოლებზე ეჭვიანობენ. მათ ჭამასმის მადა ეკარგებათ, რა კი ეჩვენებათ, რომ ტრაპეზზე ყველაფერი მოწამლულია. საკუთარ სახლს უთვალავი სიკეთით სავსეს ისე გაურბიან, როგორც სახლს. ვერ იძინებენ სიმშვიდეს ვერ გვრის, ვერც ღამე, ვერც მეგობართა საზოგადოება, ვერც მზის სხივები, დღის სინათლე ვერ იტანენ, არა მხოლოდ მაშინ, როცა ცოლის მრუშობას ხედავენ, არამედ მაშინაც, თუ ამის ეჭვი აქვთ. დაფიქრდი, ცოლიც ხომ იმავეს განიცდის, როცა ვინმესაგან შეიტყობს, ან გუმანით ხვდება, რომ მეძავს დაემონა. წარმოიდგინე, ეს და არა მხოლოდ ერიდე მრუშობას, არამედ ეჭვიანობის მიზეზიც კი არ მისცე ცოლს. თუ ის უსამართლოდ დაგადანაშაულებს, დაამშვიდე და ეჭვები გაუფანტე, რადგან ასეთი საქციელის მიზეზი არა მტრობა ან სიამაყეა, არამედ თავის საკუთრებაზე ზრუნვა და მისი დაკარგვის დიდი შიში. შენი სხეული, როგორც ზემოთ აღნიშნე, მისი საკუთრებაა და ყოველგვარ საუნჯეზე უძვირფასესია. ნუ ატკენ გულს და ნუ მიაყენებ სასიკვდილო ჭრილობას. თუ ცოლი გძულს, გეშინოდეს ღმერთისა, რომლის შურის ძიებაც ასეთი ცოლვებისათვის აუტანელი ტანჯვით გემუქრება. უფალი გვეუბნება, სადა იგი მატლი მათ და არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშოროტების.
თუ მომავალი არ გაზორწუნებს, აწმყოს მაინც გეშინოდეს. ბევრი მათგანი, ვინც სიძვას ვერანებებს თავს, აქაც ბოროტად წარიწყნიდება. გარყვნილ დედაკაცთა ხრიკების გამო ისინი ურთიერთს ეჯიბრებიან. ქორწინებით შეერთებულ თანამეცხედრეს დაუფარავად გამოსტაცონ კაცი და თავიანთი სიყვარულის მონად აქციონ. ამისათვის კი მიმართავენ გრძნეულებას, ჯადოს და სხვა თილისმებს. მას შემდეგ, რაც ამ ხერხებით ადამიანს მძიმედ დაასნეულებენ, განხრწნიან, დაალპობენ და 1000 სიავეს დამართებენ, სააქაო ცხოვრებას გაუნადგურებენ. თუ შენ ადამიანო არ გაშინებს გენია, შეუშინდი მეძავთა მომნუსხველობას, როცა ასეთი გარყვნილებით დაკარგავ საღვთოთან ადგომას და მოიკლებ ზეგარდამო შეწევნას. მაშინ მეძავი თამამად შაგავლებს ხელს, მოუხმობს თავის ეშმაკებს, გაგიკეთებს ჟადოს, მოგიწყობს ხრიკებს და გარდა იმისა, რომ ძალზე ადვილად დააზიანებს შენ ცხოვრებას, საჯაროდ მოგჭრის თავს და მთელ ქალაქში დასაცინს გაგხდის და არავინ აღმოჩნდება შენი ძნელბედობის თანამგრძნობელი. უფლის თვალი 1000-ჯერ ნათელია მზეზე, ის ადამიანთა ყველა გზას ჭვრets და დაფარულ ადგილებშიც აღწევს. ამ ყოველივეს შეეხო პავლეც, ხოლო სიძვისათვის კაცადსა თვისაც ცოლი ესვინ და თითოეულსათვის ქმარი ესვინ. ამასვე გეუბნება ბრძენიც, თაფლი გარდა მოსწრეთი ბაგეთა დედაკაცისა მეძავისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაიშენი, ხოლო უკანასკნელ უმწარეს ნაღვლისა პო და უმახვილეს מחვილისა ოპირისა. მეძავის კოცნას უჩინარი შხამი ურევია, მაშ რატომ მიელტვი გესლოვან სიამოვნებას, რისთვის განიკითხები, რომელიც დაგღუპავს, მოგაყენებს განუკურნებელ ჭრილობას. ამის ნაცვლად ხომ შეგიძლია ისიამოვნო ისე, რომ არაფერი დაგიშავდეს. კანონიერ ცოლთან იცხოვრე, ბედნიერად, წყნარად, პატივისცემით, ლამაზად და მშვიდი სინდისით. მეძავი კი ძალზე დიდ სიმწარესა და ზიანს შეგავთხოვს. გარდაუვალ განკითხვას განგიმზადებს, თუნდაც კაცთაგან არავინ დაგინახოს, საკუთარი სინდისი გაკიცხავს, მას ვერსად წაუხვალ, როგორც ბრალდებელი დაგადანაშაულებს, დაგგმობს და დაუფარავად დაგიპირისპირდება. ამრიგად, ვინც სიამოვნებას ეძიებს, განსაკუთრებით უნდა ერიდოს მეძავებთან ურთიერთობას, რადგან არაფერია ცხოვრების ამ წესზე მწარე, უსიამოვნო და მანკიერი. ირემ სიყვარულისა და ნუკრმადელოთა განზრახვი დინ შენ და შენთან აიყავ ყოველსა ჟამსა წყარო იგი წყლისა იყავ შენ და თვისა. როცა გავს ანკარა წყარო, რატომ მიეშურები სიბინძურით სავსე ჭაობისაკენ, საიდანაც გენისა და აღუწერელი სიმკრალის სუნი მოდის. რა გაგამართლებს, როგორ მიიღებ შენდობას, თუ ქორწინებამდე სიძვას აყოლინი, დაიგმობიან და დაიჭებიან, როგორც კაცი ჭუჭყიანი სამოსით, მით უფრო ქორწინებაში მყოფთ, მოეკითხებათ, შემდგომ ჩადენილი ცოდვა, რაც გაცილებით მძიმე დანაშაულია. ჯერ ერთი ტკბებოდნენ სიამოვნებით, მაგრამ მაინც გარყვნილებას მიეცნენ და მეორეც ეს არ არის მარტოოდენ სიძვა, მას ქვია მრუშობა, რაც ყველა ცოდვაზე უმძიმესია. ერთი ახლად ნაკურთხი სასულიერო პირი კითხულობდა, როგორ შევხედო ჩემთან ხსარებაზე მოსულ ქალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ შეხედე როგორც დედას, როგორც დას და როგორც შვილს. მერთმა დაგლოცოთ და გაგვრთოთ.